მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დიდი ხანია აღარ გამოჩენილი ვარ ინტერნეტ სივრცეში და ბევრი სათქმელი დამიკროვდა. ამ დიდი ხნის განმავლობაში მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ცოტა თავს ვიკავებდი ვიდეოების ჩაწერას. ნელ-ნელა დავალაგე სახელოსნო, გავფართოვდი, გავუმრავლდით. ამ სახელოსნოში უკვე კიდევ ერთი ლაშა არის და გიორგი მაისურაძე და ლაშა რამიშვილი ყავს. ლაშა რამიშვილი შავხანის სახელით იქნება სოციალურ სივრცეში. ლესვა, რესტავრაცია და დანების სფეროშიც იქნება, დანებსაც ამზადებს. გიორგი მაისურაძე სალჯიო ესეთი ბრენდით იქნება წარმოდგენილი. ეს სამი ადამიანი მე ლაშა ხუნჩუგაშვილი, ეს სამი ადამიანი მოგემსახურებით ამ სფეროში. ეს სფეროც განვავითარეთ და ცოტა გავაფართოვეთ. მოკლედ ვაკეთებთ დანებს, ეს შავხანის გაკეთებულია ლაშასი, ძალიან კომპაქტური და რა ვიცი, ძალიან ისეთი დახვეწილი და მეგობრული დანა არის. სალაშქროთ უფრო გამოდგება, რადგან მთლიანი ჩასმა არის დანის ტარში. ძალიან პრაქტიკული, ძალიან ერგონომიული და ძალიან სასიამოვნო ჭრის თვისებებით გამოირჩევა. ხო, გიორგი სალჯიოც ამზადებს დანებს. ესეთი როგორი დიდიც ყავს, ასეთი დიდი დანა გააკეთა. სხვა დანებიც გვაქვს, უბრალოდ ეხლა რაც გვაქვს, ჯერაც არ წაუღიათ და არ გასხვისებულა ამ დანებს გაჩვენებთ. ესეთი დიდი სალაშქრო დანაა ესეც. მთლიანი მონტაჟით არის ტარში. და საკმაოდ სასიამოვნოდ გამოიყურება. ცოტა სერბულსაც წააგავს, ანუ სამზარეულოდ. საპიკნიკე დანა, ვისაც უყვარს ბუნებაში სამზარეულო თემები, ძალიან სასიამოვნოა. ქარქაში ხო საერთოდ დახვეწილობა არის, არ ვიცი, ორი საქამრი აქვს, ირემი, ანუ ტყის ბუნება და შემკულია მშვენივრად რა. გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ ბევრი სიახლე გვაქვს. ასევე ამზადებს სალჯიო ძალიან სასიამოვნო და პრაქტიკულ საბარათეებს, ამზადებს სახურდეს, ესე რომ ვთქვათ, საფულეს, ძალიან მაგარი ხარისხიანი ტყავის საფულეები, რა ვიცი, დახვეწილი, ხარისხი, ყველაფერი დაცულია რა. ასეთი პატარა საბარათეები და საფულეები ჯერჯერობით და ვაპირებთ კიდევ გავფართოვდეთ, რომ მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის ქამრები გაკეთდეს, ჩანთები გაკეთდება კიდევ და უამრავი ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული. ხო, მე რაც შემეხება, ისევ და ისევ ცივი არაღზე ვმუშაობ, დანებზე ვმუშაობ, ამ ეტაპზე სანადირო სატყავებელი დანები გვაქვს. ეს სერიად მაქვს უკვე ეს პატარა დანები. ძალიან ბევრი გავაკეთე და მოთხოვნა იზრდება და იზრდება. ასევე ჭედლის დანებს არ ვღალატობ და ისევ ვამზადებ და კიდევ საავტორო და საკოლექციო დანებსაც ვამზადებ. მოკლედ გამიგრძელდა ჩემო ძვირფასებო საუბარი და ამ საუბარს მეორე ინფორმაციაც მინდა დავამატო. გარდა იმისა, რომ მე გავფართოვდი, ვაპირებ სამჭედლო საქმიანობის სწავლებას. მომავალში მაქვს იდეა, მომავალში რა, სადღაც ერთ წელიწადში აუცილებლად ჩამოვყალიბდებით როგორც სამჭედლო სკოლა. მანამდე ბევრმა გამოხატა სურვილი, რომ ამ სფეროს დაეუფლოს და გადავწყვიტეთ ესე, რომ 4 კაციანი ჯგუფი რომ გავაკეთოთ და შევასწავლოთ ცივი არაღის შექმნის პროცესი. ეს არ იქნება სკოლის ხარისხი, რა თქმა უნდა, თუმცა სერტიფიკატებს გავცემთ, რომ ჩვენთან გაიარეს ეს სწავლება ლაშას სამჭედლოში და ვასწავლით 11-ვე ეტაპს, რომ პიროვნებამ
შეისწავლოს ამ დონეზე დანის შექმნა. ეს იქნება ჭედვა, წრთობა, თერმოდამუშავება, ვადაჯვრის და ტარის დამუშავება, მორგება, ქარქაშის შეკერვა, მოხატვა, გაბრიალება დანის პირის, აი უამრავი რამ რაც შედის დანის შექმნის პროცესში, ყველაფერს შევასწავლით 8 გაკვეთილიანი, 8 დღიანი კურსი გვექნება. ალბათ შაბათ-კვირაში დავნიშნავთ, ჯერ არ ჩამოყალიბებულ ვართ ამ დროზე, სურვილი სანამ ჩამოყალიბდება ეს დროც და აპრილის დასაწყისში ჩვენ უკვე ამ სკოლას გახსნილად გამოვაცხადებთ, ესე რომ ვთქვათ. ეს ვიდეო სულ ეს იყო, ორი ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ გავფართოვდით პროდუქტში და მეორე ინფორმაცია, რომ სკოლას ვაპირებთ, სკოლის შექმნას. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და გავაზიარეთ, მოგვიწონეთ გვერდი და ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ დანების შესახებ.